დანერგემომავალი ეს არის შანსი ფერმერებისთვის. პროგრამაში რეგისტრაცია თებერვლის ბოლომდეა შესაძლებელი. რას სთავაზობს დაინტერესებულებს სოფლის განვითარების სააგენტო მარიამ მელაშვილი ისაუბრებს. თუ ფერმერი ხართ და სასოფლო სამეურნეო საქმიანობას ეწევით, შეგიძლიათ ისარგებლოთ პროგრამით დანერგემომავალი. სახელმწიფო ადგილობრივი სამეურნეო მიწების გამოყენების ეფექტიანობისთვის ფერმერებს ნერგებისა და სარწყავის სისტემის თანადაფინანსებას სთავაზობს. პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ახალი განცხადების მიღება დავიწყეთ 2025 წლის ნოემბერში და გაგრძელდება ამ წლის თებერვლის ბოლომდე. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვს შემოიტანონ განაცხადი, მიიღონ სახელმწიფოსგან თანადაფინანსება ყველა კულტურაზე არანაკლებ 500,000 ლარისა, ლურჯი შემთხვევაში 750,000 ლარისა. სოფლის განვითარების სააგენტო ნერგების ღირებულებას არაუმეტეს 70%-ით დააფინანსებს, თუმცა სასოფლო სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისათვის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში დაფინანსება არაუმეტეს 80% იქნება, რაც შეეხება წვეთოვან სარწყავ სისტემას. 9 ჰექტარზე თანადაფინანსება 50%, ხოლო სასოფლო სამეურნეო სტატუსის კოოპერატივებისათვის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლების შემთხვევაში თანადაფინანსების ოდენობა 60%-ითაა განსაზღვრული. ლურჯი შემთხვევაში დანერგემომავალმა მიცა ბიძგი იმას, რომ ეს კულტურა ძირფესვიანად განვითარდა, 3000 ჰექტარზე მეტი გაშენდა სახელმწიფოს თანადაფინანსებით, რამაც მოგცა შესაძლებლობა, რომ გავხდარიყავით რუკაზე, სოფლიო რუკაზე გაჩენილი იყო საქართველოს როგორც ლურჯი ექსპორტიორი ქვეყანა. გვაქვს წარმატების მაგალითები, იგივე შარშან და შარშანწინ ქონდა შესაძლებლობა რამოდენიმე კომპანია გაერთიანდა და გააგზავნეს უკვე დაახლოებით 70 ტონა ლურჯი ქართული ხარისხიანი ლურჯი გერმანიის ბაზარზე. ეს პროცესი გრძელდება. ბაჩა პაჭკორია ერთ-ერთი ის ფერმერია, რომელიც 2023 წლიდან ამ პროგრამაში ჩაერთო. სახელმწიფოს მხარდაჭერით კი მან შეძლო პლანტაციის გაფართოება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ პროდუქციის რეალიზება. სწორედ ფერმერების ხელშეწყობაა ამ პროგრამის მიზანიც, რაც თავის მხრივ ჩვენს ქვეყანაში შეამცირებს სასოფლო სამეურნეო პროდუქტის იმპორტს და გაიზრდება ექსპორტი. ისტორიული მოვლენა არის ის, რაც გააკეთა სახელმწიფომ ეს ბოლო წლები დანერგემომავლის ფარგლებში. სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ძვირადღირებული პროდუქცია არის. საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის, რა თქმა უნდა, ევროპაშიც გადის. დიდი სურვილი მქონდა გამეშენებინა დაფნის პლანტაცია, მაგრამ მე იმდენი საშუალება არ მქონდა. ყველანაირად ამომიდგნენ მხარში. ჰექტარ ნახევარზე გავაშენე დაფნის პლანტაცია, რაოდენობით 10800 ნერგია დარგული. ამ დროისთვის სოფლის განვითარების სააგენტოში თანადაფინანსების ხელშეკრულება უკვე გაუფორმდა 128 ფერმერს. 2015 წლიდან დღემდე კი სახელმწიფო ხელშეკრულებით 25,000 ჰექტარ მეტრ ფართობზე ახალი მრავალწლოვანი ბაღის გაშენება დაფინანსდა.